მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღევანდელ ვიდეოში გვექნება ძალიან სახალისო ჩელენჯი, რომლის ფარგლებშიც აი ამ მაგი და სუფრა ისე უნდა გამოაძრონ მონაწილეებმა, რომ ზედ დადებული ნივთები არ უნდა გადმოიყაროს. ძალიან დიდი ხანია ესეთი ამოქვს და როგორც იქნა ეღირსა დღის სინათლე, მაგრამ ძალიან გამიმართლა ისეთი ამინდი დაგვდა ავტოდრომზე, ისეთი ქარია, აი არ ვიცი ახლა რამდენად კარგად გამოგვივა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, მე მგონი უფრო სახალისო გამოვა. მოკლედ, დავალება არის შემდეგნაირი. ყავს 5 მონაწილე, რომლებიც წარმოდგენილი არიან 5 განსხვავებული ავტომობილით, კეთრავად. ესენი არიან, თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ადამიანები, ბუბუ ყვარელაშვილი, ალექსანდრე ხეროდინაშვილი, მათე როჭიკაშვილი, ლადო გუდაძე, და გიორგი პაპელაშვილი. დავალება არის ესეთი. 5-ივე მათგან შეხვდება განსხვავებული მაგიდა. ოღონდ რომელი შეხვდება წინასწარ არ იციან, ფურცლებს ამოიღებენ და რაც ეწერებათ, ის იქნება მათ მაგიდაზე განთავსებული. და მათი დავალება არის ის, რომ თოქს რომ ჩავაბავთ სუფრაზე, მეორე ბოლოს მოვაბავთ მანქანაზე და ისინი იმდენად სწრაფად უნდა წავიდნენ და ის უნდა გააცალონ სუფრას, რომ მაგიდაზე დადებული ნივთები არ უნდა გადმოვარდეს. ხოდო ვნახოთ რომელი გაართმევს თავს და ვინც კარგად გაართმევს თავს და გაიმარჯვებს, ის იქნება გამარჯვებული და მიიღებს სოკარისგან 100 ლიტრ საწვავს. მაგრამ არა მარტო გამარჯვებული, თქვენს გეკუთვნით 50 ლიტრის საწვავი. დაწერეთ ნებისმიერ სახის კომენტარი, ყველა კომენტარი არის მომგებიანი და ერთი კვირის შემდეგ რენდომაიზერით ავარჩევთ გამარჯვებული. თამაშის წესები ესეთი იქნება, ესე გამოვავლენთ, რომ ვინც არაფერს არ გადმოყრის, მას ექნება 2 ქულა, ვინც რაღაცას გადმოყრის, მაგრამ მაგიდაზე მაინც დარჩება, მას ექნება 1 ქულა, მაგრამ ვინც ყველაფერს ძირს გადმოყრის, მას ექნება 0 ქულა. ეხლა კი შეგვიძლია უკვე მოვიხმოთ მონაწილეები ავტოდრომზე და დავიწყოთ ყველაზე სახალისო ჩელენჯი. ცოტა ცუდი ამინდი გვაქვს და კომბოსტოსავით მაცვია, მაგრამ რას ვიზავთ? ჩვენი პირველი მონაწილე არის გიორგი პაპელიშვილი, ხო თუ პაპელაშვილი? პაპელიშვილი ვარ. მარტო პაპელათი შეგიძლია? არ იწვალო ხოლმე, მარტო პაპელა. აი, ჩვენი შემდეგ პირველი მონაწილე არის პაპელა. გიო. გამარჯობა. რა მანქანით ხარ მიდი ახლა გითხარი ჩამოსული და როგორი განწყობა გაქვს და როგორი მზადყოფნა? ზადყოფნა როგორი მაქვს, რისთვის ვარ ჩამოსული, არ ვიცი ჯერ შესაბამისად ზადყოფნა არ ვიცი. რაღაცა კვერცხები ქონდა, დონატები უნდა გამოვაცხოთ. ეს არის. იცი ცხობა? ცხობა იცი? მანქანით. მანქანით დონატების. დიახ. ეს არის F80 M3. ჩემი აზრით ბოლო ესეთი სრულფასოვანი M-ია. და შენ რომ მითხარი რომ რაღაცა საინტერესო და სახალისო ჩელენჯები გექნება თუ ეგეთ სახალისო მანქანა ავარჩი. სხვებისგან განსხვავებით ეს არ არის ჩემი მანქანა, ყველა თავის მანქანითაა ჩამოსული ჩემს გარდა. ჩემს მანქანას გაჩვენებთ ჩემს არხზე ძალიან მალე. იმედია ამ თვეში უკვე, რა ვიცი, დეკემბერში მინდოდა, ასე რომ ჩემი არხიც გამოიწერეთ და მე მაროს არხსაც გაჩვენებთ. გიორგის არხსაც დავურთავთ. მაროს არხსაც გაჩვენებთ ჩემ მანქანას, თუ რა თქმა უნდა სურვილი. რა თქმა უნდა, ისეთი მანქანა. მე კი ვიცი რა მანქანა გამოიწერეთ მაროს არხი, ხალხო, ამ გოგოს ბევრად მეტი გამომწერი ეკუთვნის. აქ რა ხდება? აი, ეხლა უკვე აქედან უნდა ამოიღო ერთი ფურცელი, რომელზეც წერია ის, რაც შეხვდება შენ, რაც შენს მაგიდაზე იდება. ოპა. მიდი, ახლა ჩაყავი ხელი და ამოიღე. თუ გინდა ფერის მიხედვით არჩია, 5 განსხვავებული ფერია, თუ გინდა უბრალოდ ეს ჩაყავი არ შეხედო და რენდომ ამოიღე. ვერ წაიკითხავ, რამდენიც არ უნდა იყოს. მწვანე ფერი მიყვარს ძალიან რა. მაგრამ 2 მწვანე გაქვს მან. ღია და ხო და მარიამს უყვარს ვარდისფერი და მარიამის ხათრით ამოვიდა. მეც მართლა არ მახსოვს რაზე რა წერია. აუ, პირველი მონაწილე ხარ.
მიეტრიალი რომანტიკული ვახშამი აწერია. და რა სიმბოლურია მარიამს ვარდისფერი. მარიამ უნდა დაპატიჟო რომანტიკულ ვახშამზე. აქეთ არ წახო. არ არის პრობლემა, როგორ ვერ მივხვდი რომ ისე ვარდისფერზე რაღაცა ეგეთი. არა, ეგეთი გათვლა არ მქონია, მართლა არ მახსოვდა რაფერი ეწერა. კაი, გიო, შენ ხარ პირველი მონაწილე, იმიტომ რომ ჩვენს მაგიდაზე უკვე გაშლილია რომანტიკული ვახშამი და გიორგი ცოტა რთული დავალება. ძალიან რომანტიკულად გამოიყურება, მინდა გითხრა. ხო, ქარის გამო ვერ გამოიყურება რომანტიკულად, ცოტა რთული დავალება შეხვდა. არა უშავს სირთულეები. კაი, ნახოთ როგორ გაართმევს თავს გიორგი ამ დავალებას. ჩვენი შემდეგი მონაწილეა ასევე იუთუბერი ალექსანდრე ხეროდინაშვილი, რომელიც დღეს ძალიან განსხვავებული მანქანით არის წარმოდგენილი. რა დრო დამიდგა, ხედავ დრიფტერი აღარ ვარ, იუთუბერი ვარ ჩემი. სუპრას რა უყავი? სუპრა ძალიან კარგი ხელში წავიდა. მაგიტო დღეს გამოდივართ აქ. აი, მაგას არ ველოდი ნამდვილად. არა, კარგი საქმისთვის ეკეთება ეს ყველაფერი. მე გაიგებს მაყურებელი ისაც მართლა და M3 რა ეტაპზეა? M3-ზე მე მაგას ფიქრობდი ან სუპრაც წამოვანი. კი, არა, ბოლოში გავედით, მაგრამ ვიზუალური დეტალები რაღაცები დარჩენილია და მაგებს გავაკეთებთ და მე რუსი. გაგვეწელა, მაგრამ უშავს ყველაზე განსხვავებული და ორიგინალური მე სხვა შორის ამ წარმოდგენილი, ყველაზე არადრეფის. ხო, ანუ რაღაც განსხვავებული ჭირდებოდა ჩემი. კი, ნამდვილად. ეს ხაფანგიც. კი, არა, საჭიროა. ყველა სამეგობრო ერთი ხაფანგი უნდა იყოს. სანდრო, ეხლა ქונה ჩაყო ხელი და ამოიღო, რაც შეგხვდება, ისიდევა შენს მაგიდაზე. აი, მოიცა, აი ეს ყვითელი იმალება რაღაცა და აი იმ ყვითელს ავიღებ ეს წამი. ყველაზე დამალული იყო რაღაც. თავისთვის უნდოდა უეჭველი. ეხლა შემხვდება კვერცხი. აიცა? აუ, საცხებს აპოხი საშუალებები. შეგხვდა. მე ყველაზე მარტივი შეგხვდა. ხო? ჭურჭელი როგორი აქვს? აი ეს 1000-ნაირ ჭურჭელს შეიძლება ჩაისხას. პლასტმასის ჭურჭელშია, მაგრამ სავსეა და პლასტმასის ჭურჭელი კარგად გასრიალება, შუშას კარგად სრიალებს ხა მივატრაკე. ოკეი. არა, ძალიან კაი რაღაც შეგხვდა. ოკეი, ჩვენი. ეს მიმაქ მე? რა? ეს საცხებს აუ, არა, ვერ გაგატანე. ოკეი. ჩვენი მესამე მონაწილე ასევე იუთუბერი და დრიფტერი. ჩვენ წინა მონაწილისგან განსხვავებით კი არა და მსგავსად, მათე გამარჯობა. რითი ხარ მოდი წარმოდგენილი მაყურებელს წარუდგინე შენი მანქანა. მე დღეს ვარ Chevrolet Corvette C07, რომელიც არის 6 და 2 ატმოსფერული ძრავით და გამომუშავებს 455 ცხენისწყალს. ძალიან კაი. აქ გაკ დავალება, ხა რაც უნდა შეასრულო. ჩემი ბედი ახლა უნდა გადაწყვეტოს. ახლა სამი ცალი და სხვა შორის საკმაოდ რთულები არის დარჩენილი და აბა მიდია. ანუ სამი ყველაზე რთული. თან და ფერებით განსხვავდება, ხო? მოდი. ზოგადად, პრინციპში რაც გიორგი შეხვდა ეგეც რთულია, მაგრამ დარჩენილები უფრო ძალიან რთულია. მიდი. თან ძალიან მაინტერესებს აი რთული და მარტივი რითი განსხვავდება, მაგრამ ნახოთ. ძალიან საინტერესო ახალი გამოწვევა. ოპა, გავხსნათ, ნახოთ. მიდი, ეს მაინტერესებს რა მოგივა. აუ! შამპანურის პირამიდა. ესე იგი შამპანური უნდა დავამტვრიო დღეს ტრეკზე. კი, შამპანურის პირამიდა იქნება, ჭიქების პირამიდა იქნება, შამპანური ესხმება. იმედია ქარი არ გადმოგვიგდეს. ნახოთ რა მოხდება. ნახოთ როგორ გაართმევ შენ დავალებას თავს. წავედით შემდეგ მონაწილესთან. ჩვენი შემდეგი მონაწილე ასევე იუთუბერი და ტრაკსტერი ბუბუ ყვარელაშვილი. ბუბუ, ეხლა მაყურებელს ზოგს დაეჭვს, რატო ხარ SUV-ით, მაგრამ შენ მოყევი რატო ხარ? როდესაც გყავს M4 და Supra. M4 და Supra-ზე ჩქარი 412-ზე ეს მანქანაა და როგორც ვიცი წარმოგიდგენია, საერთოდ ვერ გჭირდება აქ. და ყველაზე სწრაფი ეს არის რა. აქ დარჩა ორი დავალება. რები დარჩა. არ გეტყვი, რები დარჩა, საკმაოდ რთულები დარჩა და ამიტომ მოდი გამწირეს ხო? მოდი წვანეს ამოვიღე. კაი, მიდი. არა, წვანე ცუდია და ლურჯს ამოვიღე. ბოლოში ვინც რჩება, მისი ბედიც ამაზე დამოკიდებულია. ლურჯი ამოვიღე, რომ კაი მიდიო, ტორტი. ტორტი. ტორტი ძიმია და წესით არ უნდა ჩამოვარდეს. ხო, ისე სხვა შორის ხერო, შენ რა ამოიღე? ზეთები ხო? ზეთსვავ ანუ შე ხო? ზეთსვა, წეგა როგორ მორიგდით? მე ტორტი უნდა ჩამო. კაი, აქ დარჩა ერთი დავალება. და ჩვენი მეხუთე და ბოლო მონაწილე არის ასევე იუთუბერი და ბაიკერი ლადო გუდაძე. ლადო. ანუ სასაცილო რა არის, იცი, მწვანე ფერი დარჩა. ზუსტად მწვანე კავასაკი თავისული დღეს. ჯერ პირველ რიგში მაყურებელს ვთქვი, შენი ქართული მოტოციკლით რატო არ ხარ წარმოდგენილი? ხო, დღეს იდეაში კვირის დასაწყისში მაგას ვფიქრობდი, რომ მაგ ბაიკით ვიქნებოდი, მაგრამ დაშლილი მყავს, YouTube-ისთვის მზადდება, ეხლა კარგი ეპიზოდი. გალამაზდება, ისევ გაპროვალდება ეგ მოტოციკლი და იქნება ძალიან ისე ვიტრინაში შესანახი მოუარა და მე უკვე ვიქთა კვირაში იქნება უკვე მზად მოკლე და ამიტომ რა ხანს ვერ მოასწავე და ძალიან სიმბოლურად დარჩა, ეს სრულიად შემთხვევით მწვანე, ამოიღე და წაიკითხე რა. პირდაპირ ხომ წავიდე სახში რა, დარჩენილი. მიდი აბა წაიკითხე. ისე იქ.
წავედი. რა მოგივიდა? კვერცხები. კვერცხების პირამიდა ექნება ლადოს დღეს გადასარჩენი. ჩემი შენ დღეს რა. ისე უნდა გამოაძრო ეს სუფრა რომ კვერცხები უნდა გადარჩეს, იმიტომ სახში უნდა წავიღო საღდგომოთ ეგ კვერცხები და მე არ მაქვს არაფერი არც ერთი. ეს 60 კვერცხია და ერთი 10 წელს გაგადა და ჩემი უნდა წავიღო ანუ მოიცი საღდგომო. როგორ უნდა 60 კვერცხის პირამიდა როგორ უნდა идоს, როგორ წარმოგიდგენია. აი ნახავ როგორ იქნება. ყველაზე მოკლედ, რთული, მეგობრებო. ყველაზე რთული შეხვდა, ხო? ნუ არც ისე მათეს უფრო რთული შეხვდა შამპანების პირამიდა აქ ოკეი, გადასარჩენი. მოკლედ, მეგობრებო, ყოველს უკვე თავის დავალება აქვს. პირველი იქნება გიორგი პაპელაშვილი, ვინედან ეს მაგით უკვე მომზადებულია და გიორგის შეხვდა რომანტიკული ვახშამი. ამიტომ დავიწყოთ. ბიჭებო, ეს მაინც ეგ 4-ია. დანკინ, შენ გზაში დალია უკვე. აი ეს ცივი სასმელები წამოგიღეთ. მაინც ამ სიცხეში გაგრილდებით ცოტას. რეალურად ეს არის ენერგეტიკულია რა და ცოტა ეს ენერგიაზე რომ მოხვიდეთ. ენერგეტიკული და ტროპიკის. ბუბუ, ეს ამ სიცხეში რო არ დაგცხეს ეს გამაგრილებელი სასმელი დანკინისგან, ენერგეტიკულია, ენერგიაზე მოხვალ. სპირტი რო ჩაასხი მანქანაში, ხო? ეგ შენი ენერგიაა. პაპელ, წეღარო წუწუნებდით, ცხელაო, აღარ შემიძლია ეს ცივი სასმელი. დანკინისგან ენერგეტიკულია, ენერგიაზე მოხვალ. ენერგიაზე მოვალ. შენ მიდი მომზადე. ამას შევათბობ და მე მიდი, всё, მომემზადე, წავედით. წავედით. რამდენი მეტრია მარო? არ დაილანჩა. კარში 1000 მეტრი უნდა იარო და მოხვიდე. აუ, კაი, არა. მანქანები ისე წადი. M3-ები და რაღაცეები. აზე არ არის ბიჭო, არა, ჩემი კაია. ბიჭო, რა გინდა იმენა მაგიტაზე? ხალხი არ დაგალევინებ, შამპანიური იყო, ხო? არა, მაგაში წყალიასო სიმძიმისთვის შამპანიური ცალკე. ვატყუებენ ხალხო, ვატყუებენ. კაი, მოდი იცი რა არის? ნახე, წესები იყო ესეთი. არ იყოს თლაც სწორედ ოჯახში გვჭირდება დიას ახლისი. წესები იყო ესეთი რა, თუ არაფერს არ გადმოაგდებს 2 ქულა, თუ რამე მაინც დარჩება მაგიდაზე 1 ქულა და თუ ეხა ყველაფერი გადმოყარა 0 ქულა. ანუ პაპელას 1 ქულა ეკუთვნის. ნახო, ამას ვერ გაიქცევი. თან ნახე, გატეხვი, ой, მე რა კაია, ჭიქა გადარჩა. მოიცა, რა მიეცი? მარო. აი მე ეს ჭიქაც გადარჩა, ჰა? 3 და 90 აქვს მიცემული. ეგეც მე 24 წელი ნახიდი ამისთვის. აი, რამდენი იყო დახვეული ერთ არის, არითულება. სუფრა სულ დაიწვა, მეგობრებო. სულ დაიწვა სუფრა. ანუ არ გაიშალა თოკი ბოლომდე, ასე რომ უეჭველი ჩავკლავდი ახლა. მარო, თოკი არ გაიშალა და სუფრა სულ დაიწვა. კი ავიღე ბოლოში, კიდე რო არ გამეფუჭებინა, მაგრამ დაიწვა ნახე ხო რა. მე გადავები? სრიალისგან ნახე რა მოუვიდა სუფრას. ვის ოჯახშიც მე შევალ რა. მოკლედ გამომდინარე იქიდან რომ გიორგიმ წეღან სუფრა გაანადგურა. ჩავედით რუსთავში ვიყიდეთ ახალი სუფრა. ხო და მოკლედ გიორგის ვაძლევთ ახლა განმეორებით შანსს. და წეღან აი ნაკლებად რომანტიკული სუფრა იყო, და ეხა ის არის სუფრა. სანთელი ხო. ეხა არის ნამდვილ რომანტიკული. ეხა მე მგონი ჩაულილია უკვე. თებში და ბოთლი აღარ გაქვს, მაგრამ აი საჭმელი და სასმელი აღარ არის. თავარია წითელი სანთელი არის. და ყვავილები არის. ეხლა შენი ვალია რომ იმას ქნა. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა. დავიწყოთ.
მიდი. ეხა ხერო რო აქ არის ეგ როგორ თქვა, მაგრამ ცოტა ბოლით წავალ რა ვიდეოსთვის, ეხა ნუ სწრაფად წავალ თუ ნელა წავალ, მაინც ვამტვრებული. წადი, просто რა სიზა ვიცი, როგორც კი გააცლი სუფრას. ეგრევე უნდა გავაჩერო, ხო? დაატორმუზე რომ კი ეს სუფრაც არ მოგესწრაფოს, თორემ მე რუსთავში ჩამსვლელი ხარ. ეგრე ვაპირებ რომ ეს სუფრაც არ გავაკუჭოთ. მიდი, აბა შენ ცი. იმედია თან ნაკლებად იწევს. უშემატკივრება ხომ ხართ მზად? გაამხნევეთ. აბა. კამერა შემოდგავდა და ყველა რო ჩერდება მაგ დროს კომენტი უნდა იყოს. 1 2 და 3 მიდი. გინდა ჭიქას ვინც დაიჭერს. არ გაწრო. კაი, რამდენი კულაა ეს? დავამუხრუჭე სანამ სუფრა გაძურებოდა და მე მგონი გავამუხრუჭე. ერთი ქულა აქვს, რა წინას ერთი ქულა ქონდა, ეხა ერთი, მაგრამ ეხა უფრო სამართლიანი ერთი ქულა აქვს. მოიცა, ეს რამე თუ დარჩა ერთი ქულაა? ხო, თუ არაფერი არ დარჩა ნულია. ოკეი, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი დარჩება, საგანი. ხო, ნუ ეგ რა ესე თქმა უნდა. კულა ვისროლე ესე. კაი, დიასახლისი გვინდა ესე. სუფრა გადავარჩინეთ, მაგრამ ჭურჭელი ვარ. გადარჩა. მაგარი წი. არის ყავი ბოლომდე. და მე რო ეს რაღაცა ჩაქიმა თუ მომეჩვენა. და მე არო ვისო ჯახში ცეშე ხო? აი პროსტა საოცრება. აი სუფრა აგოგია. მართლა. კარგი ხარ, კარფურში ვიყიდე მეგობრებო, 7 და რაღაცა ღირდა, თუ არ ვწდები, ძალიან კაი ხარისხის სუფრა შეგვიძლია. ვისაც სუფრა გავგზავნე? კარფურმა დაგვაწყდეს. კარფურის თემა. არა, კარფური ფულს არ მიხდის. ჩაჭერი მიშა. ოკეი, ეხლა შემდეგი მონაწილე არის სანდრო ხეროდინაშვილი, რომელსაც შეხვდა საცხებ საფოხის საშუალებები და სხვადასხვა ბრენდის რაღაცები გვაქვს წარმოდგენილი, ანუ არაფერი კონკრეტული. ნახოთ ეხლა რა იცავს სანდრო. ხუთი 40 რო ჩამოვარდ 5:30 რო ჩამოვარდება თუ არ გასხდა ჩემია. კი, მიდი. თოკი გაწყდა. მაგრამ ამაში ზეთიასხია? კი, გინდა. ამასაც ხა 5:30-ს ხა? ხო, აბა. ვაუ, საღო. ისე კივი წინასწარმეტყველო რომ ეს შედარებით მარტივი დავალება იყო და ვისაც შეხვდებოდა უფრო მარტივად გაერთიანდა, მაგრამ წინ გვაქვს კიდევ 3 დავალება და ნახოთ იქნებ ისინიც კარგად სრულდება. რა ქენი იცი? აი და. აზე არა. აჩვენე. დავაი. ყველა დარჩა? ცოტა გადაყირავ. ორი ქულა. არა, მაგას უჩვენე, თავარია დარჩა მაგიდაზე. ბრავო. გადავედით შემდეგ და შემდეგ იქნება მათე როჭიკაშვილი, რომელსაც აქვს ძალიან რთული დავალება. ეხლა უნდა გავაკეთოთ შამპანიურის პირამიდა და ეგ უნდა არ უნდა გადააგდოს როგორ ყაცა. ეხლა ეს ისეთი რაღაცა. რატო ვილეროი არ მოიტანე, მარო? მაგალა სპონსორები არ ყავს. მათე მწუხვარ რა ვქნა, იმიტომ იყო რენდომ ამას არჩევი. ეხლა ქონდა ჩავასხოთ შამპანიური. ხო არ დავიჭირო ჭიქა. თუ არა. არა, რატო?
პირველად ვაკეთე. აუ. ანუ ვერ გავია. მარა რომელი შამპანიურიდან სვა? კი არა, ჭიქიდან სვა. შამპანიურს უბრალოდ. აი ზე თუ გადარჩა. სავსე რომელიც არის იქიდან მეტყვი. მე ვსვავ ნახე, აი სუძირიდან. იმიტომ რომ ერთი ძირიდან გადარჩება ჭიქა. აი. ყველა დალიოს მათემ თუ გადარჩა. ან ჩავასხათ ძალით. დავიწყეთ. მათე მზად ხარ? აი ვერსია უფრო მოწყობს. 1 2 3 მიდი. ანუ იმდენად ხარი იყო რომ დაჟე აუ ხურ ღოდა თოგი გაძა. კი გაწყდა მე რა მაგრამ ერთი ქულა გამოუვიდა რაგი. აბა ვირო მარო გადარჩა, მარო, всё. ეხა შეგიძლია უკან ჩააბარო. აბა გაგვიმარჯოს მე. მარტივად გამოხვალ. აი მე ცოტა შუშები ყრია, მაგრამ არა უშოს. ბიჭო, ეგ ორქულიანია ვაფშე. მათე იცი რომ კიდევ ორქულიანი გავლა გქონდა? კაი გავლა. შამპანიურის პირა ძალიან ანუ სხვათა შორის დრაგზე ვარჯიშობდი და აი სტარტი უკეთესი შეიძლებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რაღაც არა მართლა გეუბნები. ან რაღაც მოჩი ის რომ გაიქაჩა, ან მე მეგონა რომ არც ერთი ჭიქა არ ვარდებოდა, ბოლოს რამდენიმე გადმოვარდა. საღო. პროფესიონალი. ან მართლა ურთულეს დავალება შეასრულე ერთი ქულა დაიმსახურე გილოცა. მადლობა ძალიან. წავედით ნამდვილად გადავედით შემდეგ მონაწილეზე, რომელიც იქნება ბუბუ ყვარელაშვილი. ბუბუ მზად ხარ? ოკეი? მიდი, 1 გადავიდეთ. ვაიმე, ვაიმე. აუ, რა ცოტა დააკლდა. მოჭიდების თემა იყო. სპირტი არ უნდა ჩაესხა. მოი გამოვაკეთე. ბუბუ იმსეიზრუნა ჩვენზე რა შეგვიძლია. არ გასულილა, არ გაფუჭებულა. მე იდი ამბობ. აბა ბიჭებო. მე მგონი ყველაზე კარგად მე გამოვაცალე, მე მეგონა ვაფშე ადიელა მოგლიჯ. ბუბუ მაგარი ამბავი ბუბუ. ბიჭო. ცუდი ამბავი გვაქვს რა. ხო. აი ის არის რომ დევს. ხო. ცუდი ის არის რომ რახანდევს, ამაზე სახით ყველა ვარიანტი სახით უნდა ჩააყოს რა. ახლა ბიჭო, ნახე მე მოვიგე და კიდე მე ჩავყო სახე. ხო და ვის წააგო სახე იმან ჩაყოს. ბიჭო, ნახე, სოკარის ბენზინი თუ გინდა წაიღო. აი, ოღონდ მე მაგას გავაკეთებ ერთი პირობით რა. რა პირო? რა გააკეთე? პაპელ. ხო, ანუ რა გედო მაგიდაზე? რომანტიკული ვახშა. თუ გინდა რესტორანში დაგპატიჟებ რა, ხელი ერთი შეიზივოს, მათე შამპანური და ბაზარი არაა თქო. ბაზარი არა. მე თანახმოვარ, ლადოს რო კვერცხები არ შეხო. კვერცხი კიდე და ამოვარჩი. კაი, სიმართლე უთხრა. ბაზარი მე გადაკიდა. გინდა დაგალევინო, ზეთ გინდა დაგალევინო. ა? მოდი დაგალევინო, კაი ზეთი არის ძალიან. ჩემაზრაო, ერთი ხონზე პრობლემა. მაგის მე პრობლემა. ხერო ანტიფრიზი დაარტყავს ერთ შოტს. მოჭიდების ერთი პრობლემა. შოტი ანტიფრიზი დაარტყავს ხერო. მოჭიდების პრობლემა გქონდა არა ამაზე. იმაზე გქონდა მოჭიდების პრობლემა. რა ვერ მოჭიდა? პირიქით მოჭიდა და გადმოაგდო. არა, არ გადმოვარდინე, ტორტი მთელია. ბიჭო, მომიშე გადმოვარდა. ჩვენ ვიყავით რა აქ. დაეცა. აუ. ალექს ხო იღებდი? ეგ არისო. ხო და სწორ ძირს დაეცა.
ცოტა მე დავდე ზემოთ მერე და ერთი ქულა კი 0 ქულა გაქვს, იმიტომ რომ დაბლა აგდია და თუ გინდა 2 ქულა სახეზე უნდა აა. არ მინდა. ვინ ბენზინ გასამართ კომპანია გამოჩნდება და ის მომცემს 100 ლიტრ. მიდი 1 2 და 3 მიდი ეს სახლის კვერცხია თუ იცი? სოფლის არის და მძიმეა უფრო. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სოკარს, ჩემი კუთვნელი 100 ლიტრის გამო და გამოვიყენებ, მაგრამ აბსოლუტურად აი სახეს ძალიან. არა, იქ სხვათა შორის აი შეუულია. აუ, ამ 60 კვერცხს ახლა რა ვუ? ეგ სახში წაიღე, გვერბო კვერცხი რაღაცა, აქეთ აი, მე გამოაცხე. რავი, 1000 რაღაც, ყველაფერი მე უნდა ვასწავლო ამ ხალხს, აი რანაირად შეიძლება ესე გამოვაცხოთ ხო? ხო, არხი კიდე გამოიწერეთ, მაგრამ ავიწყდება ხოლმე. და ამ კვერცხს გადავცემთ ჩვენ მაყურებლებს. გამოხდა. არა, ორი ხალი გაწყდა, აქ გადმოგორდა და აქიდან ჩაგორდა მე. რეცეპტები დაგვიწერეთ კომენტარებში, ვინც იცით რამე კარგი რეცეპტი. მოკლედ დავასრულეთ გუშინ დაწყებული შეჯიბრები მთელი დღე. ესე დავივალეთ, მაგრამ ეცი რა ეხლა მაინტერესებს ეს რაღაცა. როგორ შევთანხმდეთ ეხლა ჩვენ გამარჯვებულზე? მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად უნდა შევთანხმდეთ გამარჯვებულზე. მე მგონი არავის აქვს პრეტენზია. მაგრამ მე ეს დავამატებდი, რომ შოუს ფაქტორით, ჩემიაც და როგორც შოუს ფაქტორით მოიგო ბუბუმ. იმიტომ რომ აი ზრიალში ეს ტორტი დასვა დაუზიანებლა და შოუს ფაქტორში მოიგო ბუბუმ და წესრიგით ხერო. მეც მგონია, რომ ბუბუს ლიმონადი უნდა გადავწერ. აუ, ხო, მაგრამ ლადოს არ უნდა დაუკარგოთ, აი ის რომ ფაქტობრივად ორი კვერცხი რო დაკარგა. ის ორი კვერცხი. და ლადოს სხვა როგორი ვიცი? კი, მე მოვიგე. მაგრამ ერთი ფაქტორი, ანუ ხეროს არც წინასახარე მინა უყენია. მე მგონი შლემიც არ გეფარა, ხო? შლემი ეფარა კი. ნუ შლემი გეფარა. მაშინ არა. ეხლა უნდა დამეწყო რომ თვალის ოპერაცია გაკეთებული, სათვალე არ ეკეთა და რა ამეტირებინა არც მათეს ის არ უნდა დაუკარგოთ ჩემი აზრით, რომელმაც ნური ცოტა დაგიტოვეთ, რომ ისი არ დარჩენილა. ცოტა ძალიან კარგად დაგვიტოვე. ანუ სხვათა შორის მათეს დავალებაზე ველოდებოდი, რომ აი ჰაერში აფრინდებოდა ეს ჭიქები და გაფრინდებოდა, მაგრამ ხოდა პროსტო გადაიფარა. ხო რა, ანუ ძალიან ის არის, ხო და საერთოდ ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველას გარბენი აი შენი რომანტიკული ვახშამი რაღაცა ვერცა. მე რა მომევიდა სარკეში ვიყურებოდი და რატომღაც მეგონა რომ უკვე მოძვრა ეს სუფრა და დავამოხრუჭე რომ მეორე სუფრაც არ დამწვარიყო და რო გავიაზრე რომ არ მოძვრა მე თავიდან დავაჭირე და ისე გადაჭა ასე და იცი შენ მე რო ეგ სუფრა არ დამეწვა შენი ტორტი შეიძლება ვერ გადარჩენილიყო ეხლა და გაჩვი ხო და მოკლედ რა მე დავალება არ ვიცოდ პედლები ამერია ეს ნატახტარის ლიმონადი. მაგრამ სამოცი კვერცხი, იცი რა მხელად. მაგრამ კვერცხს ისეთი ფასი აქვს, ხო? შეგიძლია კვერცხები გვაჩუქო. ხო, შეიძლება მე დავღადავდი, რომ მე აღდგომა მოდის თქო და ეს კვერცხები დამიტოვეთ მეთქი. მოკლედ ტარხუნის ლიმონათები მინდოდა. შეიძლება მიყო შენ კი შეგჯა 100 ლიტრის აწმული. ტარხუნის ლიმონათები, მაგრამ ვინაიდან არც ერთი კომპანია არ გვესპონსორებს, აი ჩემი სპონსორი ვინც არის Little Tree Georgia's ტარხუნის არომატი. სუნებს დაგიგებ. ჩამოვკიდებ ძალიან მადლობა, აჰა, შენ მაინც. აჰა.
დეზოდორიზანტ. დამუშკა აი შენ. მოკლედ ვარდისფერი ფურცელი, აქ ვარდი, რაღაცა მიზნები. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ კიდევ ერთხელ ჩვენ სპონსორებს, ჩემ გენერალურ სპონსორს კომპანია Trust Imports, Little Georges და Soccer Georges, რომელმაც 100 ლიტრის საწვავი დაასვათ უკრა ალექსანდრე ხეროდინაშვილი. და მადლობა შენ, რომ ესეთი ამბავი დააორგანიზე. აუ, მადლობა პირიქით, თქვენ ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ დღეს დილის 11 საათი და საღამოს 7 საათამდე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იყო. ხო, ლადოგუდაძე 7 საათზე გაიღვიძა ჩვენს გამო და ძალიან მარტივი ვიდეო ჩანდა, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა, მართლა ვაღიარებ, ძალიან ბევრი ვიშოვეთ და ხო, მოკლედ არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა, მართლა. არავის არხის გამოწერა, ხო, ნახეთ რამდენი მათი ახლოს მოდი ნახე რა, ყველა იუთუბერი არავის არხის გამოწერა ხო, უნდა დაგავიწყო. მე მაი ვიდეოზე გადავედი. უი, მართლა. მან სტრაიკები არ მაგრამ მე ეჭვმაქ რომ შენი ოპერატორი ისეთი ბეჯითი ბიჭი არის რომ სათითაოდ ყველაზე ამოანათებს ახლა აქ YouTube-ის links რა ეჭვიც არ მეყარება ამონაჭდა უკვე. აპელ როგორ ამბობდი მარტო ეს დავალება გქონდა კიდე რაღაცა გქონდეს, კაი იქნება და ეხა სად იქნება? მე მეგონა რომ განანივთები შეიცვლებოდა, ანუ თითო სხვადასხვა დავალება გვექნებოდა სხვადასხვა მონაწილეს. სხვადასხვა დავალება, 5 დავალება. მაგრამ ესე ჯობ. მე სხვა დავალება შემდეგ შამპანური ვიდეოში. დაგვჭა, ტორტი არის და მე მგონი ჩავუთავროთ და კაპოტიც გვაქვს და მადლობა ყველას ყურებისთვის და რა თქმა უნდა მადლობა მონაწილეობის მიღებისთვის. ეს ვიდეო თუ ავა 10000 მოწონებაზე, ხო? კიდე ერთი მაგარი ჩელენჯი მაქვს მოფიქრებული და ისევ ამ ხალხს მოვიწვევ. აბა კარგად. ადიოს. დიდი მადლობა ჩემო ძმის. მორჩა გადაღება, ეხლა ჩვენ